ბავშვებო, დიდი ხანია ამ ხუმრობის გაკეთება მინდა. Instagram-ზე ვნახე. ალო. რა? გემრიელობები ავიღო? მერე რა? გავისეირნო? სერიოზულად? გემრიელობებით გავისეირნოთ? მაგარია. კიკი, მის ნიკოლის სახზე ახალი ვიდეო გამოვიდა. ვუყუროთ? დედა. ახლა ისეთ ვიდეოს ვუყურე. რომელს 24 საათიან შოპინგს? არა, 24 საათი მცველებად გადაქცევას. მინდა გავიმეორო ეს. სურს მცველი გახდე? დედა, მე ვარსკვლავი მინდა ვიყო. კარგი. მაშინ ვინ უნდა გახდეს მცველი? მე მგონი, მე იდეა მაქვს. ასე რომ, შენ მცველი მოძებნე და მე ვარსკვლავობისთვის მოვემზადები. ნიკოლ, ამისთვის დაგჭირდება შესანიშნავი, მაგარი, ვარსკვლავური ტანსაცმელი, მაკიაჟი და ვარცხნილობა. სწორედ ამას ვაპირებ ახლა. ბავშვებო, დიდი ხანია მეკითხებით, როგორ ვიკეთებ მაკიაჟს. ახლა კი გაჩვენებთ. მოკლედ, მაკიაჟის ბაზა უკვე წავისვრი. ახლა კორექტორს, კონტურს და რუჟს წავისვამ. ტონიკი წავისვრი. ახლა პუდრის წასმოს ვაპირებ. ასე რომ, ახლა წარბების ფორმას გავაკეთებ, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სახეზე, ჩემზე. და ამის შემდეგ მას ლორწოვან გარსს გადავუსვამ. ეს ისეთი საშიშია. ყველაფერს ნახავთ. სწორედ ასეთი სილამაზე ვარ მე. ახლა წამწამებზე თუშის წასმას ვაპირებ. თუშის, ქვედა მხარეს და ზედა მხარეს. ახლა highlighters, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უბრალოდ ჭრიალას და პომადას წავისვამ. და თითქოს ჩვენი მაკიაჟი აქ დამთავრდება. ასე რომ ბავშვებო, კარგი, დავასრულეთ მაკიაჟი. ის ძალიან ნაზი, შეუმჩნეველი, მაგრამ ამავდროულად უჩვეულო აღმოჩნდა, რადგან ლორწოვან გარსს გადავუსვით. კარგი, სულ ესაა. ნიკოლ, ძალიან ლამაზი ხარ, ძალიან მომწონ ხარ და შემდეგი საკითხი ისაა, რომ მაგარი ვარცხნილობა გჭირდება, რომ თმა ძალიან მოვლილი და ლამაზი გქონდეს. მზად ხარ ამისთვის? კი. ვინ შეიძლება რომ ეს იყოს ნიკო? მე რა ვიცი, არ ვისაერთლოდები? არა. ეს საჩუქარია? ვისგან? ახლა ხან გადავწყვიტე, ვარსკვლავი გავხდე და უკვე საჩუქარს ვიღებ. ვიღაცამ გადაწყვიტა, საჩუქარი გამოეგზავნა ჩემთვის. მიდი, მალე გახსენი. ძალიან მაინტერესებს. რა არის შიგნით? წერილი. მიდი, წარიკითხე. ღმერთო ჩემო, შენ ვარსკვლავი არ ხარ. აღარ მომწონს ეს ვარსკვლავური ცხოვრება. ეს ძალიან უცნაურია. ჩვენ ახალ დავიწყეთ ეს გამოწვევა და უკვე ასეთ წერილებს ვიღებთ. და კიდევ ვისჩოთ ხარი? მხოლოდ იმ ბიჭებისთვის, რომლებმაც რეინკარნაცია განიცადეს. ეს ხუმრობაა, მაგრამ რა მოხდება თუ ხუმრობა არ არის? ნიკოლ, ასე არ შეიძლება. ეს რაღაც სისულელია. ჩვენ ახალ დავიწყეთ გამოწვევა. დედა! ნიკოლ, აქ დარჩი. მე გავახებ. თქვენ ხართ ბიჭებო. აჰა, შემოდით. აქ რაღაც წერილია, მაგრამ ყურადღებას მომიაქცევთ. შემოდით. მაშ, რატომ ვართ აქ? რა არის ჩვენი ამოცანა? თქვენ ჩემი მცველები ხართ დღეს 24 საათის განმავლობაში. კარგი იდეაა. და მე რაღაც მოგიმზადეთ. მცველო, ეს სათვალე გექნება. აქ, გამომართვი. კარგი. და ეს სათვალე გექნება. და ყველა მცველს ეს სივრცეები უნდა ჰქონდეს. ეს არის მიკროფონები, ბლუთუზებით. მოკლედ, მინიხვდით. შენ ეს ჰქონდეს და ეს შენ. გამარჯობა. სხვა არაფერი გქონდა ჩასაცმელი? კარგი, მე ფარული მცველი ვარ. სალამ ნიკოლით, მასი ვარცხნის. ახლა ბოდიასთან ერთად რაღაცას ვაპირებთ. ტანია, პრობლემა გვაქვს. ბოდია. სინამდვილეში პრობლემა არ არის. TikTok-ში ერთი ლაიფჰაკი ვნახე. მიდი შეილკარი. ვერა. კარგია, რომ ასეთი პრობლემები არ მაქვს. ყოველ შემთხვევაში მაგვატელი გვაქვს. ნახე ახლა ვიზამთ? მოიცა? ბოდია, ამ ლაიფჰაკმა ახლა რო არ იმუშაოს. ფრთხილად. მე მგონი ასე არ გამოვა.
კარგი. ხედავ, მუშაობს. კარგადაა. უბრალოდ უკანა მხარეს ცოტა მცივა. დღეს ძალიან დაძაბული იქნები. ო, შენ. ვაუ. შეხედე, საშენად გამოიყურები, სანამ ისინი იქ თავიანთ ლაიფჰაკებს აკეთებენ, გაჩვენეთ პარსნილობას ერთ ლაიფჰაკს. თუ როგორ გავიკეთოთ ასეთი კულუდები, შემდეგ უფრო მოკლედ ვივარცნი, შემდეგ კულუდები კი არა, ერთგვარი სტილის ვარცნილობა გამოდის. ვიღებთ ერთ ღერს, მე რაც შეიძლება პატარას ვიღებ, რადგან მიყვარს, როცა კულუდები ძალიან ლამაზად გამოიყურება. ვიღებ, ზემოდან ვისვამ, შიგნით, ანუ მარყულს ვიკეთებ. ჭიმა და ქვევით ვიღებ თვების დამუშავებას. რათა თმა არ ჩამოგვივარდეს. ხანდახან, რა თქმა უნდა, არ გამოდის. კარგი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახლა გამოვა. შეხედეთ, ჩვენ გვაქვს დახვევა და ასე ვახვევთ მთელ თავს, უფრო სწორად ბოლოებს, რადგან მთლიანად არ მჩივდება. ანდრეი, დღეს შენ 24 საათის განმავლობაში ჩემი ქალიშვილის მცველი გახდები. ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გავიგო, როგორ გაართმევ თავს შენ ამ საქმეს და ამ პროფესიას. პირველი რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ახლოს ყოფნა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წესია. მეორე კი, არავის არ უნდა შეხედო მის გარდა. ესენი არის ყველაზე მთავარი წესები მცველისთვის. მხოლოდ ნიკოც არ უნდა უყურო. პირიქითაც უნდა გაიხედო, რომ ღმერთთან უკნას, ჩემს ვარსკვლავზე თავდასხმა არ მოხდეს. შეიძლება ასეც იყოს, დიდად არ მაინტერესებს, რადგან ამაში ფულს არ ვიღებ. ეს ისეთი რამაა, მას არავინ მოიტაცებს, საერთოდ ვის სჭირდება იგი? რა? ბოდიში. კარგი, სინამდვილეში ბოგდანზე ვსაუბრობდი, სხვა არაფერი. ჩვენ უბრალოდ მეორე მცველი ვყავს. კომენტარებში დაწერეთ, ეს მართლა დაცვის თანამშრომელია თუ უბრალოდ ჭამის მოყვარული ტიპი. ბავშვებო, კარგად მომისმინეთ. ეს მართლაც ასია. კომენტარებში დაწერეთ, რომელი მცველი მოგეწონათ ყველაზე მეტად. ანდრეი, ბუსუ, ბოგდანი. 100% ანდრეი, სადაო არაფერია, მაგრამ ფილმებში მინახავს მცველები. ეს მცველები, ისინი ყოველთვის სიცოცხლეს წირავენ იმ ადამიანისთვის, ვისაც იცავენ, ანუ ეს მათი მოვალეობაა. თუ საჭიროა სიცოცხლე უნდა გაწირონ, რადგან ჯავშანი არ მაქვს, უცელი მაქვს, ამიტომ თუ რამეა. კარგი, მაშინვე კონჩეტევაზე გადავალ. კარგი, ბავშვებო. სინამდვილეში ჩვენი მეორე მცველი ბოგდანია. ფიქრობ, რომ ის საოცრად გამოიყურება. შეხედეთ. მინდა დაგისვათ ასეთი კითხვა. როგორი გგონიათ მცველის პროფესია? მითხარი, ბოგდან. ბოგდან, სათხარ ჩემი ქალიშვილის დასაცავად? მეტი კითხვა აღარ მაქვს. კარგი, დედა, მზად ვარ, მაგრამ ძალიან ლამაზი ლუკი მჭირდება. ზუსტად ისეთი, რომ სხვის თვალში მოხდეს. სწორედ ამიტომ გვიწევს საკიდლებზე წასვლა. მე შენ სრულიად გეთახვები. საკიდლებზე მივდივართ. ნიკოლ, შენ თითქმის ვარსკვლავი ხარ. უფრო სწორად, მე ყოველთვის ვარსკვლავი მეგონე, მაგრამ ახლა უკვე გაქვს მაკიაჟი, ვარცხნილობა და ჩვენ შენთვის მხოლოდ შესანიშნავი იმიჯის შექმნა დაგვრჩა. მხოლოდ ამის გაკეთება დაგვრჩა. უნდა ვიყიდოთ ყველაზე მაგარი ტანსაცმელი, რომ ყველა მიფიქროს, რომ ის ვარსკვლავია და მცველები ყავს. სად ხარ? კარგი, კი. ბავშვებო, ნახეთ, რა კაშკაშა ჯინსები ვიპოვე ყველა მათგანში. ისინი საკმაოდ გამოირჩევიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ზედმეტად კაშკაშა და გამომწვევია. გავაგზავნოთ ზებნა. ბავშვებო, შეხედეთ, ვიღაც ვარსკვლავი ჩამოვიდა აქ და ყველა მასუღებს ფოტოებს. მეც მინდა, ამიტომ ჩაცმისთვის წავედი. ბავშვებო, ისეთ რაღაცას ვეძებ, რაღაც ასეთს, ნათელს, მიმზიდვას და გამომწვევს. სულ ესაა. წინდები 2 ევროთ. დღეს არა. ეს არის ის, რაც საჭიროა. ბავშვებო, შოკირებული ვარ თქვენით. გონია რომ 24 საათი მცველებთან ერთად შეიძლება რომ უკვე დაიწყოს ჩელენჯს. გახსნილად ბაცხადე. 3, 2, 1, 0 თქვენ მისტიკოლის სახზე ხართ. ბავშვებო, ჩვენ კოთ დაზურზე ვართ. ნიკოლ, სად გინდა წასვლა? სად ვიდიან ამ ტერიტორიის ყველაზე მაგარი ვარსკვლავები? გვითხარი, სად გინდა წასვლა? რა თქმა უნდა, მონაკოში. ვარსკვლავობა ყოველთვის ასეთი ხარკფრვალია? ახლა მონაკოსკენ მიმავალ გზაზე ბენზინგასამარ სადგურზე გავჩერდით. აქ ყოველთვის უზარმაზარ ჩუპაჩუპს ვიღებ. ახლა შევალთ და ამ დიდ ჩუპაჩუპს ვიყიდით. აუ, გადავიდეთ. ახლა დაჯექი. ყველაფერს შევამოწმებ და გადმოხვალ. ოპერაცია ჩუპაჩუპსი მიმდინარეობს. კარგი. მარსნივ შეხედე, დამაზღვიე, მიდი. გააღე კარი. ეს.
შეგიძლია? ო, სწორედ ეს მინდა. შეიძლება მოწამლული იყოს. დიახ, აქ შხამია. ოდესმე გიფიქრიათ? ჯანდაბა, მინდა მონაკოში გავფრინდე და იქ მაკდონალდსი ვიყიდო. მაგალითად, ახლა მონაკოში მივდივარ და შევნიშნე, მონაკოს მაკდონალდსში მინდა წასვლა. წავიდეთ. ბოდია, ჩაჯექი მანქანაში. ბავშვებო, მონაკოში ვართ, ბავშვებო. ეს ჩემი ადგილია. ხესა ქაღმერთად გზნობ თავს. სწორედ მე ვარ დღეს, ფავარი ვარ სკვავი. ჯანდაბა, ბავშვებო, კარი ძალიან გაძლიერდა, ამიტომ რესტორანში ჭამის დროა. რა თქმა უნდა, ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანში. ჩვენ რესტორან დე პარიზში გადავდივართ. ჩვენო ნომერო 2. რამდენ ხანს მომიწევს ლოდინი? წადი. კარგი, ნიკოლ, რა შევუკვეთოთ? ბიჭებო, დღეს მე ვარ ერთ-ერთი ვარსკვლავი, ასე რომ თქვენ პური უკვე გააქვთ და მე ბევრ რამეს შევუკვეთავ ჩემთვის. ჯანდაბა, ყველაფერი იმდენად გემრიელად გამოიყურება. სანამ მას შეჭამ, უნდა ვცადო. ეს შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს. თორემ შეიძლება მოგწამლოს ვინმე. ჩვენ აქ ელიტარულ, ძვირადღირებულ ადგილას ვართ. ვის შეუძლია აქ ჩემი მოწამლა? არ ვიცი, არასდროს იცი, იქნებ ვიღაც ჰეითერები არიან. ნიკოლ, ბოლოს და ბოლოს ჩვენ წესებით ვთამაშობთ. ახლა 24 საათი ვთამაშობთ. შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს. ამიტომ უნდა გავსინჯო. კარგი, წესებია. პური ნორმალურია, თუ რამეა მე ვცადე. კარგი პროფესია, დაცვის თანამშრომელი იყო, ნორმალურად იხდიან. სინამდვილეში, თქვენ მცველები ხართ. ისინი საჭმლისთვის ფულსაც კი არ მოგცემენ, გემრიელად მიირთვი. მადლობა. უცნობი? ვარსკვლავი არ ხარ. ბავშვებო, დღეს სახლში იგივე ხუთი მივიღე, იგივე წარწერით. მაშასე, მოდით გავარკვიოთ ვინ არის. მცველებო. ეს ცუდი რაღაცაა. ეს ეს ხო ძალიან ცუდი რაღაცაა. რა პაკეტია? რა სახის წერილია? კიდევ რა არის ამ წერილში? ვერაფერი გავიგე. ამ ცხოვრებაში ვერაფერს გაიგებ. სეივლი მისწერა. ვინჭამდა მაგაროს TikTok-ში. ახლა გასაგებია? და ეს იგივე ტექსტური შეტყობინებაა, რაც ჩანაწერში იყო? და თქვენ საერთოდ არაფერი არ გესმით. დილით კარის ქვეშ ხუთი მომივიდა, რომელშიც წარწერა იყო: შენ ვარსკვლავი არ ხარ, შემეშინდა, ხუმრობა მეგონა, მაგრამ როგორც ჩანს რაღაც სერიოზული ანუ არის. ერთი და იგივე რაღაც მოგწერეს? დამშვიდდი, ორი მცველი ყავს თან, ყველაფერი კარგად იქნება. საერთოდ რატომ ღელა? ნიკოლ, დაგვიჯერე, ჩვენთან უსაფრთხოდ ხარ. შეგიძლია ეს ყველაფერი მშვიდად, აუღევლებლად მიირთვა, არაფერი არ მოხდება. ჩვენ კი ავდგებით და საყიდლებზე წავალთ. შენ კი მშვენიერი ლუი ვიტონისა და გუჩის მაღაზიებში ივლი. ხალხო, ისეთი გემრიელი იყო. წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ. მართლა ასეა. კი, განსაკუთრებით ის პური კარაქთან ერთად, ძალიან გემრიელი იყო. ახლა მზად ვარ, რომელიმე ძვირადღირებულ მაღაზიაში წავიდე, ლამაზი ჩანთებით. წავედით. ბარათი დაგავიწყდა? გაჩუმდი, დღეს ვარსკვლავი ვარ, ყველაფერი მაქვს დღეს. მართლა ასეა. ბოდია, პრადას შეხედე. ფრედ. გაჩერდი. მიდი, გაეკიდე. მოდი ჯეირანი ვითამაშოთ. სულელი ხარ? ბიჭებო, კარგი. რა ჯეირანი? თქვენ ჩემი მცველები ხართ. კარგი. ასე ვთამაშობდით მთელი ცხოვრება. ხალხო, ეს უკვე სასაცილო აღარ არის. დილის წერილი, შემდეგ ტექსტური შეტყობინება და შემდეგ ვიღაცას ჩემი მუტაცება სურს. ვარსკვლავური ცხოვრება ჩემთვის ნამდვილად არ არის. სახლში მინდა რომ სწრაფად წავიდე. ყველაფერს გავუკლავდებით. თქვენ მცველები არ ხართ. გონი ჩვენი კლიენტი რაღაცით უკმაყოფილოა. ალბათ ჩვენს მოვალეობებს ვერ უმკლავდებით. ამიტომ სახლში უნდა წავიდეთ. რას ფიქრობ? მეჩვენება რომ მართლა სახლში აუცილებლად გავუმკლავდებით. სახლში არავინ იქნება. მხოლოდ სამნი ვიქნებით. ყველაფერი კარგად იქნება. ყოველგვარი ინციდენტების გარეშე. აი, სწორედ ასეა. გონი კრიპტოვალუტასთან გამკლავება ჯობია. აი, სწორედ ასეა. ეს შენია არა? აი იქ, IT სპეციალისტი რო იყო. საბოლოოდ დასრულდა ეს უცნაური დღე. შენ უკვე დაასრულე. არ ვიცი შენ რას ფიქრობ, მაგრამ მე დღევანდელი დღე ძალიან მომეწონა. ეს ნიღბიანი ბიჭი რომ არა, ჩვენი ნიკოლის მოტაცება რომ უნდოდა, კარგი იქნებოდა. მოკლედ, ბოდია, დღეს ისეთ ცუდ დღეში ვიყავით. წამოდი დავჯდეთ და ცოტა ამოვისუნთქოთ.
კარგი კი, უკვე სახლში ვართ. არაფერი მოხდება. ის მეორე ნაწილს ვნახავთ. კარგი, ბავშვებო, მაშინ წავალ დასაძინებლად. მოვემზადები, კვირებს გავიხეხავ. ბავშვებო, ხომ არ გინდათ რომ ბოლომდე გავამღვეთ? იქნებ ვინმე გიჟი იმალებოდეს? ან იქნებ ის ტიპი, ვინც ვიტაცებდა? ნიკოლ, აქ ნამდვილად არავინ არ არის. ფანჯრიდანაც ვერ გადმოძრებოდა ვინმე. კარგი, მართალი ხარ. ტყუილად ვნებიულობ, წავალ. მოდია, მოდი. ლედი დიანას კლიპს უყუროთ. სხვათა შორის მოგწონს თუ არ ვწდები იგი, ხო? კარგი, გასაგებია. რატომ არის აქ ყველაფერი წითელი? ნიკოლ! ნიკოლ? იქა, გაიქეცი. რა გინდა ჩემგან? არაფერი მაქვს შენთვის. კარგი. ხო, ნუ შემეხები. კარგი. რაო, ვარსკვლავო? შენი დროც დადგა. კარგი, ეს მხოლოდ პატარა ფრენკი არის. დღეს მე შენ თელი დღეა რაც ყვენქავ, ნიკოლ. მონაკოში წახვედი. დღეს კინაღამ მოგიტაცე. თელი დღეა გაწუხებ. როგორ ვერ მიხვდი რომ ეს მე ვიყავი? ვერ ხვდები. ეს ჩემი ხუმრობაა, რომელიც 125%-ით წარმატებული იყო. ვერ ხვდები. ძალიან მარტივი იყო. შენი სახე უნდა გენახა. როგორ პედავ? როგორ? იმიტომ რომ ვიდეოში მე უნდა გამოგეჩინე. რომ გამოგეჩინე, ყველაფერი კარგად იქნებოდა. გამარჯობა. ნიკოლ, თელ სახლში რატო ყვირი? რა დაგემართა? კარგი. მაკიაჟი გაგიფუჭდა თუ ისევ მოგშორდა? ნიღაბი, გახსოვს? ქურთუკი, ნაცნობი ქურთუკი. როგორც ჩანს, გამოჩნდება ტიპი, რომელსაც ნიკოლის მოტაცება უნდოდა. ხო? იცი, მას იტაცებდნენ და ჩვენ რომ არა, ნიკოლი ვერ გადარჩებოდა. კარგი, ბავშვებო, წავედი. წარმატებებს გისურვებთ. ყველაფერს საუკეთესოს. ნახვამდის. კარგი. ნახვამდის, კანკცეს გისურვებ. ისინი კი საკუთარ თავს სველებს უწოდებდნენ. 3, 2, 1, ნონი თქვენ მის ნიკოლის სახლზე ხართ. მადლობა რომ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. და არ დაგავიწყოთ მისი და ლაიქება. და ჩვენ გავიქეცით. კარგად.